განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ვერ ხსნის და ვერ იგებს, რატომ უნდა იყვნენ მოტივირებულები, რომ მართლ გუნდს ქართულ ოცნებას ჩაურიცხონ პოლიტიკურ ყულაბაში, გარკვეული თანხები და საუბარია 10,000, 15,000, 20,000 ლარებზე ბიზნესი, რომელიც ძლივს სრულდგმულობს, ესეთი კომპანიები ქართულ ოცნებას რატომ უნდა ურისხავდნენ ამ თანხებს? ეს კითხვა ჩნდება ოპოზიციაში, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ ორი ვერსია. საქმე გვაქვს ან ბიზნეს რეკეტთან და ასევე საქმე გვაქვს კორუფციასთან. ბიზნეს რეკეტთან დაკავშირებულ ეჭვებს ამყარებს იმ კომპანიების წარმომავლობა, მათი საქმიანობა, რომლებიც ქართულ ოცნებას ფულს წირავენ, ესენი არიან პატარა კომპანიები და მათი წარმომადგენლები არიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც ქართულ ოცნებას ურიცხავენ პოლიტიკურ ყულაბაში თანხებს. ეს კომპანიები რამდენიმე თვითადრე არიან დაჯარიმებულები, ისევ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში და დაჯარიმებულები არიან სახელმწიფოს გარკვეული უწყებების მხრიდან და მოგვიანებით ჩვენ მაგალითად თვენახევრის ინტერვალით ვხედავთ, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას თანხას წირავენ. სწორედ ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მცირე ბიზნესს ქართული ოცნება არ ეკეტებს და გარკვეული კეთილდღეობის სანაცვლოდ მას თავაზობს, რომ მათ ხაზინაში ფული გადარიცხო. რაც შეეხება კორუფციასთან არსებულ ეჭვებს, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩვენ შემომწირულთა შორის ვხედავთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან საეჭვო საქმიანობის მქონე კომპანიები, მაგალითად ერთ კასთან დადებული ხელშეკრულებით ეს კომპანიები იგებენ გარკვეულ ტენდერებს და მოგვიანებით ქართულ ოცნებას წირავენ გარკვეულ თანხებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ახლა ოპოზიცია მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ დაინტერესდეს აუცილებლად შემოწირული თანხების წარმომავლობით და ასევე იმ კომპანიების საქმიანობით. გამოკითხოს მინიმუმ კომპანიის მფლობელები ხომ არ არიან ისინი ქართული ოცნების ჩინოვნიკების მხრიდან ზეწოლის მსხვერპლები. რუსული პოლიტიკური ძალის რუსული მართვის შედეგი, როდესაც ქვეყანაში არის ბიზნესი დარეკეტებული ამ შემთხვევაში და როდესაც ტენდერები ხდება გარიბგებით და არა სამართლიანი და სამართლიანობის პრინციპით და ჩვენ ვნახეთ თუნდაც როდესაც წერეთლის რეალიზაციის საქმეზე მოქმედი ბიზნესმენი როგორ ერთი ზარით თანახმაა რომ დაემორჩილოს სუსის დირექტივებს და შეასრულოს ეს აბსურდული ესენი რა ქვია ვალდებულებები, რასაც მას აკისრებენ. აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივად არათავისუფალი რუსულ სტილში მყოფი ხელისუფლება, რომელიც რომელსაც მარცხებში ყავს ბიზნესი, აქედან გამომდინარე, რამე ბიზნესისაგან თავისუფალი გადაწყვეტილების მიღებას მე პირადად არ ველოდები, სანამ რუსული ოცნება ხელისუფლებაში. ეს ტიპის ფინანსური ურთიერთობა სახელმწიფოს და ბიზნესის შორის არის ურთიერთდახმარებისთვის გამზადებული, რომ ბიზნეს სახელმწიფო მერე ამოუდგეს და მონოპოლია მიაწოდოს სხვადასხვა საკითხებში და ბიზნეს კიდე თავში საფარი ჭირდება ხელისუფლებასთან ესე ლაგდება. არსებობს სახელმწიფო პროგრამები, რომელთაც IAP-ის ცეცხლი და სხვადასხვა პროგრამებით ხალხის ფულს აძლევენ ამ ბიზნესებს, დიდ ბიზნესებს და შემდეგ ეს ბიზნესები შემოწირულობის სახით უძღვინოს ამას უკან ქართულ ოცნებას, თორე სხვა მხრივ, სხვა ტიპის мотивация არ არსებობს. ეხლა როგორც მოვისმინეთ, ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არც ერთი ბიზნესმენი მისი სურვილის შემთხვევაში არ შეწირავს მმართველი გუნდის პოლიტიკურ ყულაბას თანხას, თუ ის არ არის ზეწოლის იძულების მსხვერპლი და თუ მას ქართული ოცნება გარკვეულ გარანტიებს და კეთილდღეობას არ პირდება. ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბიზნესი განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში გააქტიურდება, ვინაიდან ქართული ოცნება მათ აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების მაღალ ოცნები იბარებენ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს და აიძულებენ, რომ მათ პოლიტიკურ ყულობას შეწირონ დიდი რაოდენობით თანხები. მადლობა სოფო, პირდაპირ ეთერში სოფონიაური საუბრობდა.